ეს მარტვილია. სამეგრელოს მარგალიტი და საქართველოს ბუნების საგანძური. აქ ჯამში 40-მდე ჩანჩქერი და 5 მღვიმეა. მათ შორის ყველაზე გრძელი მღვიმე საქართველოში და ყველაზე მაღალი ჩანჩქერი აქ ჩამოედინება. ჩვენ კი მას მხოლოდ რამდენიმე კანიონით ვიცნობთ. კინჩხა, უკაცე და მარტვილის კანიონები, სადაც ზღაპრული სილამაზე ტურისტების გაოცებას იწვევს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კერძო ინვესტორის მფლობელობაშია. სამივე მათგანზე არსებობს ტურისტული ინფრასტრუქტურა და ვიზიტორთა ცენტრები. ახლა კი მინდა მოგიყვეთ ადგილზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ეკალ ბარდებით იყო დაფარული. აქ გვარად ებართია მოსულა. ბურდები გაუკაფავს, სახლიც აუგია და ერთ ოჯახიან სოფელს სახელად ბალდა დაარქვა. დღეს კონკრეტულად აქ, მესამე ბალდაში, 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელში ჩამოედინება მდინარე აბაშა, რომელიც სათავის კირქვა მინერალებიდან იღებს. ამიტომაც დასალევად აბსოლუტურად გაფილტრული და სუფთაა. აბაშის მდინარის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ კანიონებში ნაპოვნია უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა ცხოველთა გადაშენებული სახეობისძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. თავად კანიონი 75 მილიონი წლის ისტორიას ინახავს. სწორედ ამიტომ ბალდის კანიონს დღეს ხელთუქმნელი ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. COVID პანდემიამდე ყოველდღიურად ამ ადგილს 500-დან 1000-მდე ტურისტი სტუმრობდა. პანდემიის შემდეგ კანიონის მიმზიდველობით კერძო ინვესტორი დაინტერესდა. 3 მილიონიანი ინვესტიციით აქ უნდა მოწყობილიყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრის სიგრძის ზიპლაინი, კიდული და საფეხმავლო ბილიკები. რაც ბალდის კანიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს და ხელმისაწვდომს გახდიდა. ერთი შეხედვით მოსახლეობა ამ სიახლეს დიდი სიხარულით უნდა შეგებებოდა, მაგრამ პროცესები სხვანაირად განვითარდა. სახელმწიფომ, ისევე როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტომ და კერძო ინვესტორმა, სოფლის ბედი მათ გარეშე გადაწყვიტა და სამუშაოებსაც მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე შეუდგა. ჯერ ახალგაზრდებს აუკრძალეს მდინარეში ბანაობა. შემდეგ მძიმე ტექნიკით მიიტანეს არმატურა, ქვიშა, ცემენტი და გამოჩნდნენ ბეტონის მანქანებიც. ბალდელების მოტყუებით ვითომ და ხეობაში ჩასასვლელი ბილიკი კეთდებოდა და იმსახურეს მოსახლეობის კეთილგანწყობა. სამუშაოების მასშტაბების გაზრდამ კითხვები გააჩინა. სიცხადე, ტყუილი და 40 წლით ხეობის გასხვისება მოულოდნელი აღმოჩნდა ბალდელებისთვის. კომპანიამ ბალდის მოსახლეობას 1400 მეტრიანი ხეობა რკინის მაღალიღობით გადაუკეტა. საპასუხოდ მოსახლეობამ გზა დაკეტა სამუშაოების გასაჩერებლად. შედეგად კანიონი ყველასთვის დაიკეტა. ეს კარავი და ბალდელების პროტესტი 2 წელია მათ ყოველდღიურობად გადაიქცა, რომლებიც ვერ ეგუებიან უსამართლობას. ბალდელები თვლიან, რომ სოფლის შუაგულში შემოსულმა სტუმარმა მასპინძლები ხეობიდან გააძევა. კანონის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ადამიანის უფლება მოვალეობებზე ახდენს გავლენას, ისინიც ჩართულნი უნდა იყვნენ პროცესში. არ უნდა დაზარალდეს მათი ინტერესები, ან სანაცვლოდ შეეთავაზოთ ალტერნატიული გამოსავალი. ჩამოგითვლით, რა საერთაშორისო ნორმა და ადგილობრივი კანონებია დარღვეული პროცესში. არ შესრულდა IUCN-ის კრიტერიუმები. დარღვეულია ბერნის კონვენცია. უგულებელყოფილია წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ საქართველოს კანონი, ასევე საქართველოს კონსტიტუცია, კანონი ადამიანების უფლებების შესახებ. იგნორირებულია ორჰუსის კონვენციაც, რომელიც ამ უფლების საერთაშორისო დონეზე გარანტიას იძლეოდა. მიზეზი ან ნაკლები ფულის დახარჯვა, ან უბრალოდ ზერელე დამოკიდებულებაა. ბალდის მოსახლეობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის. სასამართლოში 3 საქმეა შეტანილი. 1 ადმინისტრაციული, 2 სისხლის სამართლის. რადგან კომპანიის წარმომადგენლები ხეობის მცველებს ფიზიკურად გაუსწევდნენ. ბალდის მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება ტურისტული სივრცის განვითარებას. პირიქით, ისინი თავად იყვნენ ამ ადგილის პირველი გამცოცხლებლები და დამცველები. მათ სურთ, რომ კანიონის განვითარება მოხდეს გამჭვირვალედ, მათი ჩართულობით, ისე რომ არ დაზარალდეს ბუნება, კულტურა და სოფლის მოსახლეობა. დაცული ტერიტორიები ხომ თავისი არსით უნდა ემსახურებოდეს ბუნების დაცვას. ჩვენი ქვეყნის ბუნება ისედაც სერიოზული წნეხის ქვეშაა ურბანიზაციისა და ბეტონიზაციის გამო. ბალდის კანიონში კი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მსუბუქი მასალებითაა შესაძლებელი. ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობა და ტურიზმია, დღეს გამოვალ მდგომარეობაშია. მოსახლეობას კომპანიისგან ეცნობა, რომ გზის სივიწროვის გამო მომავალში ვეღარ შეძლებენ საქონლის გამოყვანას. არც მესაქონლეობა და აღარც ტურისტები. ეს ფაქტობრივად სოფლის ძირითადი შემოსავლის შეჩერებას ნიშნავს. თითქმის 2 წელი გადის და ბალდის ბედით და მათი პრობლემების მოგვარებით არავინ დაინტერესებულა. მოსახლეობა ითხოვს ერთადერთს, დაცული იქნას კანონი, ბუნება და მათი უფლებები საკუთარ მიწაზე. დღეს სახელმწიფოს მაგივრად ამას ხალხი აკეთებს.